გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ერთ დღეში სრულიად არადემოკრატიული გზით შეცვალა სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც არის ყველაზე მკაცრი და ყველაზე ფრთხილად შესაძლებელი, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნაწარმოებია აქციის აი ამ 8 მონაწილის მიმართ, ნაწარმოებია კანონმდებლობის არსებითი დარღვევებით. კერძოდ დარღვეული არის 8-ვე პირის დაკავების ვადები, ასევე მათი პირადი ჩხრეკები ნაწარმოებია უკანონოდ, ბრალდებულებისთვის წარგენილი ბრალი არის უკანონო, საქმის კვალიფიკაცია არ არის ასევე სწორი და ასევე მტკიცებულებები, რომელიც არის საქმეში, ნაწარმოებია საქმის კანონმდებლობის არსებითი დარღვევა. საქმის გარემოებების და საქმის წარმართვის ანალიზის შედეგად ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანების დასჯა სისხლის სამართლის წესით არის პოლიტიკურად მოტივირებული, როგორც ლონდამ აღნიშნა ის, რომ ერთი დღის ვადაში შეცვალეს კანონი იმისთვის, რომ შემდეგ მომდევნო დღეს დაესაჯათ კონკრეტული ადამიანები, ესეთი რამ მე მგონი დემოკრატიის ხარისხზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოებში არ ხდება, ხომ? რეალურად მთლიანად მთელი პროცესი, მათ შორის კანონის შეცვლაც მოხდა იმისთვის, რომ ამ კონკრეტული ადამიანების დასჯა მომხდარიყო.